ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ჩვენ რამოდენიმე წელიწადი ამაზე ვმუშაობთ, რომ შეიქმნას და მიიღოს პარლამენტმა საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. მარტო გამოცდილებაც აღარ კმარა უკვე, როდესაც ამდენი ადამიანის ბედი გაბარია და იქ ჯერ ერთი ზოგადი კანონზომიერებების ცოდნა, რა თქმა უნდა, აუცილებელია და მეორე ხასიათი. პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალ დონეზე და სამშობლოს სიყვარული, რაც მთავარია და მე ეს კითხვა მაქვს ჩვენ საზოგადოებასთანაც და ჩემ თავთანაც, რომ რატომ მოხდა ისე, რომ ყოველ ჯერზე ვირჩევდით ადამიანებს, რომელთა პატრიოტიზმში მე სულ ეჭვი გვეპარებოდა. და როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, ჩემთვის მეც ვფიქრობდი და ალბათ ბევრიც ფიქრობდა, რომ მას უკვე რა ანგარება უნდა ქონდეს ახლა საქართველოს მიმართ, ადამიანი ძალიან მდიდარია, ყველაფერი აქვს და თითქოს ისე დიდ ინტერესს ამ სიმდიდრის მიმართ აღარც ამჟღავნებდა იმ პერიოდში. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ინტერესიც ჰქონდა ამ სიმდიდრის მიმართ, კიდევ თავისი ქონების გაზრდის მიმართ, სად იყო ეს ქონება, დღემდე სად არის. ამას ვამბობ, იმიტომ რომ თვითონ ნათქვამი აქვს, რომ ჩემი ფული რომ არის დაყადაღებული, მე ჩემს სამშობლოზე ვერავის ვერ დაველაპარაკები, სანამ იმ ფულს არ დამიბრუნებენ, იმიტომ რომ მე კომპლექსი მაქვსო ამისიო. ხო და მე ის ფული დამიბრუნო და სადაც უნდა იქ გადავრიცხაო, მაგრამ ადამიანს ალბათ უნდა ქონდეს შინაგანი რაღაც ფილტრი, რომელიც გეწვის, რომ ამის თქმა არ არის სწორი, როცა შენ პირველი პირი ხარ და როცა შენ ამდენი ადამიანის ბედი გაბარია. ესე იგი, არანაირი წესრიგი არ დამყარდა 35 წლის მანძილზე. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანები არიან ხარბები და აი სხვა საზოგადოების წევრი ფართო, რომელიც არჩევნების დღეს მიდის, ესენი არიან ან დაბეჭავებულები, ან უბრალოდ ბრმები. და თქვენ გახსოვთ, მე მგონი ვაჟა-ფშაველას სიტყვებია, რომ ქვეყანას ჭირდება თვალახელილი ხალხიო. აი ჩვენი ამოცანა მე ასე ვთვლი, რომ ამ საზოგადოებას აუხილოთ თვალი და რომ ნახონ, რომ აი ეს არის საზიზღრობა და ამისი ქება დიდება არის დანაშაული ერის წინაშე. თვალის ახელასთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი, რომ როდესაც ადამიანები არიან იმ მდგომარეობაში, რომ ყოველდღიური საკვები, ლუკმაპური არის რთული მათთვის მოსაპოვებლად, ხო? და არიან შეშინებული, იმიტომ რომ შვილს რო რამე დაჭირდეს, ცოლს რო რამე დაჭირდეს, თვითონ რო რამე დაჭირდეს, აი ჯანმრთელობის მხრივ მაგალითად, ხო? ვინ უშველის, ვინ უმკურნალებს, როგორ, საიდან, არ ვიცი, სამსახური რო დაკარგოს, მერე რა ქნას, თქვა ზოგს ვალი აქვს, ზოგს კრედიტი აქვს, როგორ გადაიხადოს და ჩვენი საზოგადოება არის ის საზოგადოება სამწუხაროდ, რომელიც აი ღირსეული შრომით ვერ უზრუნველყოფს ოჯახებს. და ამიტომ ადამიანები არიან მრავალმხრივ შეშინებულები. ახლა ვიცით, ბავშვების შიმშილობა არის ამ ქვეყანაში, ვიცით, რომ უამრავი ადამიანი არის ჩამოკიდებული ამ ბიუჯეტს, ან სახელმწიფო დახმარებას და ესეთი ადამიანები ძალიან მოწყვლადები არიან. მაგრამ აი მოვედით აქამდე, რომ ძალიან ცოტა ადამიანის პირობები უმჯობესდება, ძალიან ბევრის პირობები უარესდება და ესეთ პირობებში მე უკვე ძნელია ცვლილებებზე ადამიანებს ელაპარაკოთ. ვიცით ახლა ჩვენ, რომ გარეთ არიან ქუჩაში დგან ყოველდღე ადამიანები, ჩემთვის მაგალითად არის მართლა დიდი გმირობა მათი ქცევა, იმიტომ რომ როდესაც შენ არა მარტო გაშინებენ, არამედ რეალურად ციხეში გიშვებენ პირბადის გამო, ტროტუარზე დგომის გამო და თან მერე შეიძლება კიდე დაგიჭირონ და მერე წლობით გაგიშვან ციხეში, ხო? ეხლა კიდე ჯარიმები აღმოჩნდა, რომ აქვს ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ ქონდა და დაუყადაღეს ანგარიშები და აი ამ მდგომარეობაში ვარ და ვიღაცა მაინც ბედავს პროტესტს, მაგრამ ვიღაცა რომ ბედავს პროტესტს, იქ არ ყოფნის ეს ჩვენს ქვეყანას ახლა, იმიტომ რომ ცვლილებებისთვის ბევრად მეტი ადამიანის ჩართვა არის საჭირო პროტესტში და რა შანსი გვაქვს იმისი, რომ ეს პროტესტი გავაფართოვოთ, თქვათ და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს იმის რწმენა, რომ კი ცვლილებები შესაძლებელია და ეს ცვლილებები მე მომიტანს უკეთესობას. მე რაში ვხედავ, ჩვენ რაში ვხედავთ ამას ვწერთ ჩვენ
2 თუ 3 წიგნი გაქვს დაწერილი როგორ გახდეს ცივილიზებული ქვეყანა ჩვენი სამშობლო ჩვენ დაწერილი გვაქვს 21 პუნქტიანი პროგრამა როგორ ამოვიდეს ქვეყანა ამ სიტუაციიდან როგორც გითხარით ჩვენ მომზადებული გვაქვს აი ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ჩვენ მივმართავთ ყველა ჩვენი დოკუმენტი რომელიც ჩვენ შევქმნით აი მთელი ამ 15 წლის მანძილზე ყოველი დოკუმენტის შექმნის შემდეგ მის განსახილველად ჩვენ მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალებს და მთავრობას არანაირი ყურადღება და რაც თავარია ოპოზიციური პარტიები კიდე ამას ესე იგი იგნორირებას უკეთებენ საქმე იმაშია რომ არავის არ უნდა სხვისი იდეა როგორიც კარგი არ უნდა იყოს ჩვენ ვეუბნებით თქვენ იყავით ავტორები თანაავტორი თუ გინდა მთავარი ავტორი რაღაცას შეცვალეთ მაგრამ ერთობლივად დავდგეთ და ხალხს უთხრათ რომ აი ეს არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა და თუ თქვენ მისცემთ ხმას ამ პროგრამას არა ლიდერს და ვიღაცას რომელიც მერე ბატონი გახდება არამედ იდეოლოგიას მაშინ ესე იგი გაიმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა რომელსაც მოსტონს ის პროგრამა რომელიც მოეწონება ხალხს რომ არის რაღაც საკითხები რომელიც უნდა დაიწეროს და ხალხის უმრავლესობამ უნდა მიიღოს აი დოქტრინაში ჩვენ გვიწერია კორუფცია ნეპოტიზმი საარჩევნო თაღლითობა ჩაითვალოს სამშობლოს ღალატად ერთი ეს ფრაზა კანონის რანგში აყვანილი უკვე საზოგადოებას შეცვლის და იმ ხალხს ვინც მთავრობაში მოვა და მით უმეტეს თუ გოლდა მეიერის ფორმულას გავიხსენებთ რომ ამის ჩამდენი შემდგომში მისი შთამომავლობას აეკრძალოს 7 თაობაში ის ამბობს მე ვამბობ 2 თაობაში შვილი და შვილიშვილი ვერასოდეს ვერ უნდა გახდეს ჩინოვნიკი ესე იგი მმართველობაში ვერ უნდა მოხდეს ორი პირობა არის აუცილებელი იმისთვის რომ შესრულდეს ის რასაც თქვენ ბრძანებთ პირველი ეს არის რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს სასამართლო და თუ ამ ქვეყანაში არ იქნება სასამართლო ხალხის ნდობით აღჭურვილი არაფერი სხვა არ იქნება კანონში რაც კიდე ჩაწერე და მეორე ეს არის პოლიტიკური ნება რომელიც იტყვის რომ აი კანონში რაღაცა რო ჩაიწერება ის უნდა ახსრულდეს და თუ არ ახსრულდება მაშინ ისევ სასამართლომ უნდა თქვას რომ ეს არ ახსრულდება ჩვენ უამრავი ბიზნეს გეგმები გვაქვს გაკეთებული და ჩვენ ვამტკიცებთ მაქსიმუმ 2 წელიწადში ქვეყანამ უნდა იგრძნოს რომ ეს მდიდარი ქვეყანა ესე იგი საქართველოს რესურსები წიგნი მეცნიერებმა დაამუშავეს არაჩვეულებრივი წიგნია რა გვაქვს საქართველოში რო იძახიან არაფერი არ აქვს და თვითონ იბარავენ ესეთი არის ფორმულა რომ როდესაც თქვენ მეცნიერები ბრძანდებით და გაქვთ რაღაც პროგრამა და ეს პროგრამა პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ მეორე გზა არის და მეტი გზა არ არსებობს არანაირი ამ პროგრამის გატანის რომ თქვენ უნდა შექმნათ პარტია მიუხედავად იმისა რომ მეცნიერები ბრძანდებით და დაუშვათ შეიძლება უშუალოდ პოლიტიკაში მონაწილეობა არ გაინტერესებთ მაგრამ თუ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ის რაც თქვენ დაწერეთ თქვენ გაქვთ ერთადერთი შანსი რომ თქვენ თვითონ ადამიანებს გააგებინოთ რა დაწერეთ მაგრამ ჩვენი სისტემა ცუდი არის იმისთვის რომ სინამდვილეში აი ახალ ძალებს რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლებას რაღაც თავის შეხედულებები აქვს არ ეძლევათ ძალა, არ ეძლევათ ასპარეზი, არ ეძლევათ საშუალება, რომ ადვილად მივიდნენ ადამიანებამდე, იმიტომ რომ ეს ჩვენი კონსტიტუციის წესი არის ესეთი, რომ გამარჯვებული რო არის რომელიღაც პარტია, ყველაფერი მთელი ძალაუფლება მისი არის. ჩვენი ეს მთავარი პრინციპი არის შესაძლებელი, რომ უნდა იყოს თანამონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გადაწყვეტილებების მიღების დროს, თანამდებობის პირების დანიშვნის დროს, მთავრობის არჩევის დროს. კი ბატონო, მთავრობას ყველა ქვეყანაში უმრავლესობა ნიშნავს, მაგრამ საპარლამენტო კომიტეტები რომ არის, რომელიც მერე მთავრობას აკონტროლებს, ხო? აი ამ საპარლამენტო კომიტეტების ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიციის ხელში,
იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხალხმა ხმა მისცა. წარმოიდგინეთ, ახლა 40 და 55% მოსახლეობის ჯამურად თუნდაც ოპოზიციურ პარტიებს რომ ხარს უჭერს, როგორ შეიძლება რომ მათ არანაირი ძალაუფლება არ ქონდეთ? ამის მერე გამოდიან გარეთ და ამბობენ, არ გვინდა პარლამენტში შესვლა, რა თუნდაც პარლამენტში შესვლა, იმიტომ არ უნდათ რომ ფიქრობენ, რომ იქ გარედან უფრო ადვილად დააყირაონ ეს სიტუაცია. ესეთი იყო ეს კონსტიტუცია ყოველთვის. იმის მერე რაც შევარდნაძე მოვიდა 95 წლის კონსტიტუციის მერე ყოველთვის გამარჯვებულს ყველაფერი მიქონდა და ეს მგონი ქმნის ძალიან დიდ დაპირისპირებას ჩვენ პოლიტიკურ ძალებში, მე საზოგადოება ციხლიჩება, ძალიან ცუდი მდგომარეობა ქვეყანაში. ამიტომ მე მგონია, რომ დიალოგის რეჟიმი უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის და ახალ ძალებს უნდა ქონდეთ საშუალება, რომ თავისი იდეებით მოვიდნენ ხალხთან და ვამბობთ ამას და გვიწერია ეს ყველგან, რომ ჩვენ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ და ეს კონსტიტუცია უნდა შევაჯეროთ არჩევნებამდე კონსენსუსით, ყველა პარტია უნდა ღებულობდეს მონაწილეობას და შემდეგ აი ამ კონსტიტუციით, რომელსაც სახალხო რეფერენდუმით მივიღებთ, უნდა დაინიშნოს არჩევნები და ეს კონსტიტუცია არ უნდა იცვლებოდეს. ჩვენ ბევრი რაღაცები გვაქვს გაკეთებული და ეს არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ როგორმე ამას უნდა მივახციოთ, შევკრათ საზოგადოება. მეცნიერების გარეშე განვითარება შეუძლებელია. ჩვენ ყველა მიმართულებით, ჩვენი დასკვნები და ჩვენი პროგრამები ის არის მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული და ზათავად განვიხილოთ ეს ყველასთან იმისათვის, რომ მერე ის გახდეს მუშა დოკუმენტი. ეს ამბავი რომ აი როგორ აღიქოს თავისუფლებას ქართველი მოსახლეობა. ადამიანის ეს თავისუფლებისადმი რაღაცა ტოლოა რა, ну რო ვიტყვით რომ და თუ ვინმე მას ბოჭავს, პროტესტი უჩნდება. და უჩნდება სპათაშორის ძალიან მკაცრი პროტესტი. და არ გაუკვირდეს ვინმეს დღეს საქართველოში რომ რატომ აპროტესტებს ახალგაზრდა, რატომ აპროტესტებს შუახნის, რატომ აპროტესტებს ხანდაზმული, იმიტომ რომ არიან ადამიანების კატეგორია, რომელიც ზოგი დაბადებიდან, ზოგი ცხოვრება ყოფა ცხოვრებით, ზოგი კი ბატონო იქით იყო, დიდხანს იცხოვრა, ჩამოვიდა აქ და დახვდა რაღაც საოცარი შევიწროებებია და რაღაც შეადარა და აღმოჩნდა ძალიან ანერვიულდა ამ თემაზე. აი ეს იყო ის გადაცემა პირველი და მეორე იყო რა დამოკიდებულება აქვს ქვეყნის მოსახლეობას ცივილიზებულ სამყაროში, დასავლურ კულტურაში. იქნება ეს ევროპა თუ ოკეან გაღმა, მე ახლა უფრო ოკეან გაღმა, იმიტომ რომ იქ გავატარე ცხოვრების თითქმის ნახევარი და რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. რა მოთხოვნები აქვთ, როგორი რანგის, როგორ ხარისხში აქვთ იმდენად თავისუფლება, რა ხარისხში აქვს მოთხოვნა. როგორც ვალდებულება. როგორც ხო რაღაც, იმიტომ რომ ამერიკელი მაგალითად როგორც მომხმარებელია ძალიან მომთხოვნი, როგორც ამომრჩეველია ძალიან მომთხოვნი, როგორც პაციენტია ძალიან მომთხოვნი, იმიტომ რომ ამ ხალხმა იშრომა, შექმნა რაღაც ეს დიდი რაღაც რასაც ქვია ქვეყნის ეს სიმდიდრე ყველაფერი და ამათ უნდა თუ ეს უკან უნდა მიიღოს და ცეცხლი დაღვარება. ხო, არა, იშრომა სამხრეთისა და დასავლეთის. ხო, მარტო ეგ ძალიან ბევრი ომებში გამოიარეს და მე დიდ შრომი ყოველდღიურობა ამერიკელის არის ბევრი შრომა. სპათაშორის ერთ-ერთმა თანამშრომლმა ისიც კი მითხრა და მე ადრე მოგხსნა თქვენი რომ ზურა კარგია რა ევროპაში მეუბნება და მეთქი კარგი რა ეხლა რა ნილი ერქვა ნილ ეხლა როგორ მეუთხარი ამაზე კარგი რატოა მეთქი რაც აქ არის ამერიკაში ხო და რას მეუბნება იცით ნახეთ ისო ხო ზურა იცით რა აქ კარგია მაგრამ იქ ალბათ იმიტომ ჯობია რომ ჩვენ ისინი ცხოვრობენ ისინი შრომობენ იმისათვის რომ იცხოვრონ და ჩვენ
ისინი პირიქით, ესე იგი, ისინი ისინი მუშაობენ იმისათვის, რომ შრომობენ იმისათვის, რომ იცხოვრონ და ისეამონონ და ჩვენ ამბობს, ჩვენ პირიქით, რომ ესე იგი, ჩვენ ცხოვრობთ იმისათვის, რომ ვიშრომოთ. აი ამ დონეზეა და რა გასაკვირია, რომ მათი მოთხოვნილება და მათი თავისუფლება ესე მაღალ ხარისხში იყოს. ასე რომ იტყვიან, რომ აი მაგალითად ეტყვის ვიღაცა, რომ მე დღეს თავისუფალი ვარ, მე ყველანაირად თავისუფალი ძალიან გთხოვთ, იმას არ გულისხმობ, რომ რა ქაოსი შეიტანოს საზოგადოებაში. არა, მე ვამბობ ის რაც მას ეკუთვნის მოითხოვოს. ესე იგი, ადამიანი ჯერ უნდა იყოს განთავისუფლებული, მერე უნდა იყოს დამოუკიდებელი და მერე ქმნის თავისუფალ საზოგადოებას. ესეა ამერიკაში, ესეა ცივილურ სამყაროში. საზოგადოება აკონტროლებს და სთხოვს ხელისუფლებას. და მერე რასაკვირველია მოსთხოვს ამას და მოსთხოვს მკაცრად. ჩვენ უნდა განსაზღვროთ ის მიმართულებები პრიორიტეტული რისკენ ჩვენ ესე იგი უნდა ჩვენი ენერგია ნიჭი შრომა ესე იგი მიმართოთ. იგი რაღაცნაირად გამოვკვეთოთ ის თქვა პირობითად 10-15 მიმართულება რომელიც საქართველოს უნდა გაამვითაროს. იაპონია აი ბადრო თენგიზ ბიუჯეტის 54% ჩადეს მეცნიერება და განათლებაში. რამოდენიმე წელი. ანუ სტრატეგიული ნაბიჯი გადადგეს. ისეთი ბუმი იყო რომ იაპონიამ თქვენ იცით რომ ეკონომიკაში რას მიაღწია დღეს სოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტით არის მესამე. იაპონია ის ძირითადად გამოყენებითი მიმართულებით ავითარებს იმას. ყველა დარგის განვითარება ეს შეუძლია ალბათ ისეთი დიდი ეკონომიკის როგორც არის ამერიკა და ნუ ახლა ცდილობს ჩინეთი. შესაბამისად ჩვენ საქართველოს უნდა განსხვავოთ. ჩვენ გვაქვს კლასიკური სად არის ჩვენი ადგილი? გვაქვს სოფლიოს სკოლი, ესე იგი სამეცნიერო სკოლი ჯერჯერობით შემორჩენილი, ეს არის მათემატიკური სკოლა, მუსხელიშვილი ვეკო, ეს არის ბერიტაშვილი ფიზიოლოგიის სკოლა და რა თქმა უნდა უზნაძის განწყობის თეორია. ასევე ძლიერი არიან ჩვენი ფიზიკოსები, რომლებიც სკოლაში მოღვაწეობენ კიდევ სხვა დარგი და ჩვენ უნდა აი ეს მიმართულებით. ამავე დროს ახლა ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ტექნოლოგიებში მოუგებთ, ვთქვათ, გაუსწრებთ ამერიკას და სხვა ქვეყნებს, ეს არა, მაგრამ ტექნოლოგიის გამოყენების კუთხით. კი ბატონო, თორემ მაგალითად მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, MIT პირველია მსოფლიოში, სადაც ნობელის პრემიის ლაურეატები ასწავლიან და ისეთი ხალხი იქ მაგალითად პრინცი და სხვა ფულიც რომ კონდეს ვერ ისწავლის, იმიტომ რომ გარიცხავენ. და ბიუჯეტი არის 52 მილიარდი დოლარი ერთ ინსტიტუტის. ხო, ასეთი ახლა დაფინანსებით და მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს და სოფლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელმწიფო იმ გრანტების რაც მოქონდა სტუდენტებს CAPEX არ აძლევდა და როგორ შეიძლება ნუ თქვა პიროვნება ლაპარაკობს რომ ჩვენ არა ვართ ოქსფორდი და კემბრიჯი და თუნდაც მასაჩუსეტს ვერ ვიქნებით იმიტომ რომ ბიუჯეტი მცირეა მაგრამ საქართველოს ღმერთმა მოგცა დიდებული ბუნება წყალი რომელიც ერთ-ერთი ნავთობზე ნაკლები სიმდიდრე არ არის ცოტა ხანში ჩაანაცვლებს რა თქმა უნდა გავიტანოთ სოფლიოში თქვათ რომ აი წყალი ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ყველას აი ამ ფასებში და ამისათვის ნება უნდა იყოს ნება რომ გონდეს არის ორი ტიპის მართველი ბატონო თენგიზ პირველი მართველი რომელსაც უნდა გარშემო ყავდეს სუსტი მათ ფონზე იყოს ძლიერი დაკომპლექსებული ადამიანი ირაკის ფუნქცია ქვია რომ იქ იყოს სუდი ხალხი და საქმე არ კეთდება ეს კი ჩანს მათ ფონზე მაგრამ საქმე არ კეთდება მეორე თვითონ ძლიერი მართველია როგორც დავით აღმაშენებელი გარშემო ჭკვიანი ხალხი ყავდა გიორგი ჭყონდიდელი და სხვები ჯერ ერთი რომ გარშემო ჭკვიანია ის მართველი ფიქრობს მე ფორმაში უნდა ვიყოს სულ თორე მე ჭკვიანი ხალხი გამისწრებს ახლა მეფეს არის ხო იმას ვერ გაუსწრებდნენ მაგრამ დღევანდელ იმაში საქმე კეთდება ანუ გუნდია და არ არის მიმული ერთ პიროვნებაზე ხო ამიტომ ისე იგი ნება უნდა იყოს ჩვენ უნდა ძალიან პატარა პარლამენტი მომავალში ჩემი აზრით უნდა იყოს 100-101 ადამიანი და კვალიფიციური ჯერ 100 მერე 80-მდე უნდა ჩამოვიდოს
და რა თქმა უნდა მთავრობა პატარა არ არის საჭირო, ესე იგი სოფლის მეურნეობის ან ეკოლოგიის მინისტრს დაცვა დაყვებოდეს და 5 მანქანა ესკორტში, უცხოეთში, ავსტრიაში, გნება შვეიცარიაში პრეზიდენტები დადიან ავტობუსში. თენგიზ ჩვენთან შემორჩა საქართველოში საერთაშორისო დონის მეცნიერები და მათ ხელფასი 1500 ლარი აქვს და პარლამენტარებს ზოგიერთებს ვისაც წიგნის სათაური არ 15000 ჩვენ საქართველოს პარლამენტში ზრუნავენ შვედეთზე და გამოთქვამენ მოსაზრებას რომ შვედეთში ხელისუფლება არასწორად იქცება, იქ პოლიცია და იქ არის ადამიანის უფლებების დარღვევა და შვედეთი რა ქვეყანა ხო ვიცი და სხვათა შორის აი რადგან უნივერსიტეტების ამბავია შვედეთი ახლა 12 მილიონამდე არის და სულ არის 12 უნივერსიტეტი მაგრამ იქ სანამ ეს ჩამოყალიბებოდა შეჯერდნენ რომ აი ეს სისტემა ასე უნდა იყოს ის არა ნაჯახით რომ ერთ ქალაქში გაკაფო ყველაფერი ამიტომ ნუ ნერვიულობ საქართველოს პარლამენტში შვედეთი მოულის სავისთავს და მივიწყდა საქართველოს აი ამ თემას მივადებთ ბატონო თემა ახლა აფხაზეთის ამ პროექტის ისე როგორც თქვენი ცხოვრება ჩემი და ეგ ადაჯაჭული აქვს სანამ ეს არ დადგება სამართლიანობა რაღაც ამ პროექტის ერთ-ერთი თავარი мотиваცია ეგ იყო რომ იცოდეთ გუშინ, იმიტომ რომ გუშინელი გვახსოვს იქიდან როგორ გამოყარეს და გენოციდი ბუშაზე რო ლაპარო უკრაინა ბუჩაზე უარესე გაგრაშეს მოგვიწყეს და რა ყველგან რა სადაც საშინელი არ შეუდგეთ მაგრამ აი გამოსავალი რომ ნახოთ ელემენტარულად რა ახლა იმისი არ იყოს ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტის და რაღაცების გამოცხადება ახლა შემსტარი უნდა იყოს ჭუიდან რომ ამ თემის ესე პროპაგანდირება მოახდინოს იგივე შვეიცარია და ფინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ყველაზე ახლო პარტნიორი იყო და გამდიდრდა ესა და რუსებმა დიდი ხეირი ნახეს და რუსული და საბჭოთა პროდუქცია ფინეთის გავლით გადიოდა იქა და ამას თითქმის ნახევარი საუკუნე ამ მოდელმა იმუშავა, მაგრამ როდესაც დრო მოდის როგორც ასეთი ცვლილების და აუცილებლობის იმ ფინეთმა და შვეიციამ რომელსაც ნეიტრალიტეტი ქონდა გამოცხადებული ნატოში შევიდა. რატომ? იმიტომ რომ გარანტია უნდა ახლა ვერ გავიგე თუნდაც ნეიტრალურ შვეიციას და ნეიტრალურ ფინეთს მეტი გარანტია ექნებოდა თუ ნეიტრალურ საქართველოს. და როცა ახლა მაგალითი მოვყავთ შვეიცარიის იქ არის 3 კანტონი რაღაცა. ჩვენ შვეიცარიის მაგალითი რომ იქ მთელი სოფლიოს ქვეყნები ვინც ამით გულის იცინი შეთანხმდნენ რომ შვეიცარია იყოს ნეიტრალური ქვეყანა. მათ შორის ჰიტლერიც, სტალინიც და დასავლეთი და ანგლო-საქსები და ყველანი საფრანგეთი. დებოდა ისეთ ქვეყანა, სადაც ყველა თავის ფულს ჩადებდა და იქ ფულ შეინახავდა. რაც ეხება საქართველოს შეხვედრები სადაც იქნებოდა ნეიტრალური. ახლა რაც ეხება საქართველოს ზოგიერთი პოლიტოლოგი ან ეგრეთ წოდებული პოლიტოლოგიის ვისაც ვთქვათ იქიდან რაღაცას აძლევენ ან შემდეგ საუბრობენ რომ კარგი იქნება რომ საქართველოს იყოს ორიენტირებული ყველაზე ჩtildeოეთზე, რუსეთზე, დასავლეთზე, ამერიკაზე, თურქეთზე, ირანზე, ჩინეთზე და აი იყო მრავალ ვექტორიანი ის იყო. მაგრამ ეს არ გამოვა ჩემს საფრთხედ. რატომ? რუსეთს ახლა მე მოსკოვის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და რუსეთს კარგად ვიცი. რუსეთს საქართველოს ჭირდება 100%. დიახ, თლიანად. თუნდაც მასთან ახლოსა ხო ირანი და ჩინეთი. იმათ რომ უწილადოს 5% არა, 100% ჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ახლა აი ამ იმპერიები, რომელიც ახლა კი ბატონო, ახლა გვეუბნებიან რუსეთზე ვარესი უკეთესი არ გაუკეთებია არც ოსმანის იმპერიას, არც სასამი, არც ხვებს აი შემდეგ, მაგრამ ჩვენ დღეს არსებული სიტუაციიდან იქ რომელიც ქართველი ერისთვის, ისტორიისთვის, აქ ჩვენ დავით აღმაშენებელმა აქ დიდგორზე შეაჩერა ხომ ესე იგი ურდოები შეაჩერა და ფაქტურად ცივილიზაციის და ანტიცივილიზაციის ომი იყო ეგა. შესაბამისად ჩვენ უნდა დავეყნოთ იმ ძალებს ახლა ევროპაში მე ხშირად დავდივარ და მეუღლეც იქ არის ახლა და ძალიან ბევრი კარგად და სწორად მსჯელო. ანუ ჩვენი ვექტორი, ჩემი აზრით, ქართველების ევროპასკენ არ უნდა ჩვენ ევროპა ვართ, რადგანაც
ესე იგი ჩვენ კიდევ პასიფაი აგე კრეტა ამ შემდეგ იქიდან იწყებოდა ევროპა, ამიტომ ჩვენ ორიენტირი უნდა ავიღოთ ცხადი ევროპისკენ. რაც ეხება იმას კონფედერაციის საკითხი, მე როგორც ერთი სოხუმელი ადამიანი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კონფედერაციას. ზოგიერთი მეუბნება რომ დაშლის დასაწყისი იქნება. ისო რა ვქნათ, ისე მაინც შევალთ ვერა. კონფედერაცია რომ შედგეს იმ სამივე სუბიექტმა, ამ შემთხვევაში საქართველო, აფხაზეთმა და ცხინვალმა უნდა ცნობს ერთმანეთის დამოუკიდებლობა, მერე მოსკოვი ეთქვის დროებით კონფედერაციის შემოდი და მეორე მესამე დღეს დაიშლება. ამიტომ თუ დღეს პრობლემას ვერ წვეთ აფხაზეთში, ვერ წვეთ ეს. ჯერ იყოს ეს გაყინული მომენტი. როცა საქართველო ფეხზე დადგება, გაძლიერდება, მაშინ მშვიდობია. აღმაშენებლით მომენტს უნდა დაველოდოთ. ჩვენ შანსს უნდა დაველოდოთ აუცილებლად. ამ დღეებში გამოქვეყნდება გელათის კონგრესის მასალები. ყველა ვინც ამას აიკითხავს იამაღებს. მოსაზრებები, წინადადებები ქვეყანაში რეალურად რომ შეცვალოთ სიტუაცია. მე კლავს ერთი რამ, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხები. აი საქართველოში ასე ამის გაკეთება, როგორადაც მიწასთან დაკავშირებით, როგორც იწევიან, აი ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ვთქვათ, აი ამ არაბული ქალაქების მშენებლობას ხელისუფალს შეუძლია გითხრას ასეთი რამ, რომ მე მომაწერე ხელშეკრულებას ხელი, ვთქვათ, ეს აზერბაიჯანთან ან არაბებთან, მაგრამ არ გაჩვენებ ამ ხელშეკრულებას. ესე იგი გასაიდუმლოებულია. ესე იგი ჩემს საკუთრებას, ჩემს მიერ დაქირავებული ხელისუფლება ისე ესე იგი აძლევ ვინმეს, რომ მე შეურაცხყოფას ვაყენებ, რომ არ გაკითხებ შენ და არ გეუბნებიო, შენ ვინ ხარო? გამჭვირვალობა კი არ არის, სრული სიბნელია. და დაიწყეს ეს თითქოს ვთქვათ აი დებატები და დებატებზე იწვევენ იმათ ვისი მოყვანაც უნდათ ხვალ, ანუ ქმნიან ხელოვნურ ოპოზიციას. იწვევენ იმათ, ვინც აწყობს ხელისუფლებას. ხელშეკრულება ბრძანა ბატონმა თემურმა, რომელიც დაიდო ეკონომიკის სამინისტროსა და უცხოურ კომპანიას შორის. ეს უცხოური კომპანია გინდა არაბისა იყოს, გინდა ნებისმიერ ქვეყნისა იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნებისმიერ ძალას უცხოეთში ვინც არ უნდა იყოს, ვაძლევთ უფლებას ეს კომპანია რომ გაიყიდოს, მაგალითად იყიდონ რუსებმა, რომ იყიდონ იაპონელებმა, რომ იყიდონ აფრიკელებმა, როგორც პრობლემა აღარ არის. ბალკანებზე. ხო, როგორც ხდება დიახ და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უფლებას აძლევ ნებისმიერ ძალას, რომელიც სოფლიოშია, ეს კომპანია გამოისყიდოს და მის ხელში აღმოჩნდეს ის აშენებასაც აპირებენ. ხელშეკრულების გაუმჭვირვალობა და ხალხისთვის უცნობელობა ეს არის დანაშაული. მაგალითად ჩვენ გვაქვს ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კონტრაქტი თურქულ კომპანიასთან. აღმოჩნდა რომ ჩვენ აქ გვიდევს ამ ხელშეკრულებაში გვიდევს ზარალის ანაზღაურება თურქული კომპანიისათვის, თუ მას რაიმე არ მოეწონება საქართველოს მხარის მოქმედებებისგან და ამ შემთხვევაში ის უფლებამოსილი იყო თურქული კომპანია, რომ ჩვენთვის ჯარიმა დაეკისრებინა და ეს ყველაფერი განხილული იყო საერთაშორისო არბიტრაჟში, სადაც ჩვენ არანაირი ძალა არ გაგვაჩნია. დამთავრდა ისე რომ არაფერი არ აშენებულა და დამთავრდა არბიტრაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომ ჩვენ დაგვეკისრა $400 მილიონი გადახდა ამ თურქული კომპანიისთვის. აი ეს არის მაგალითი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაფორმებული საერთაშორისო კონტრაქტებისა. ჩვენ თუ არ ვიცი ახლა ამ გონიოსთან და გწარისთან ტერიტორიებზე რა ხელშეკრულებაა გაფორმებული, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს მაღალხარისხიანი ხელშეკრულება საქართველოს მხარეს იცავდეს მაგალითად, რომს იყოს ასეთი არ აგვჯერა ბატონო, შეუძლებელია ამის დაჯერება, რომ ლაპარაკობთ, რომ სულ რომ ქართველები იყიდიან 40%-ო და 60%, სულ რომ 100% იყიდონ ქართველებმა, ეს ხო შეუძლებელია რა. ამის ძალა თუ გაგვაჩნია, რომ ქართველებმა იყიდონ, რაღაც გვინდა მაშინ არაბული კომპანიის ინვესტიცია, თან ეს ხალხო ინვესტიცია არ არის. აი გუგლს მეყრება როცა გამოდიან და deep state-ზე ისე ლაპარაკობენ. გეგონება ეს ხელწამოსაკრავ ძალაზე საუბრობენ, თუ ის deep state დღევანდელი ადმინისტრაციები კი არა ვიც მართავს საუკუნოვანი გამოცდილება გზალას, რომელიც დღეს ამათ იწოდება. ეს არ არის ერთი ქვეყნის ძალა და რამოდენიმე შეძლებული ადამიანი თუ პოლიტიკური პიროვნება გაწვა. ეს ძალა
ურღვევი ძალა, რომელიც საუკუნეს მოყვება და სოფლიოში უძლიერესი ძალაა. თქვენ თუ პირადად არ მოგწონთ ეს deep state-ი, დატოვეთ თანამდებობა და ისე ილაპარაკეთ კი ბატონო, მაგრამ საქართველოს ბედირო ჩაგბარდათ ხელში და საქართველოს სახელით რომ გამოდიხართ სხვადასხვა შეხვედრებზე და საქართველოს სახელით რომ თქვენ შეგიძლიათ რომ აი ესე აგდებულად ელაპარაკოთ და გინდა deep state-ს და გინდა იმისას არ დამავიწყდება ეს მოდერნიზებული რუსული იმპერიაო რომ ლანძღავდნენ ეს ჩვენი მაშინ ვინც იყვნენ მოგეთ ახლა არ დავასახელო კაცო ნუ ამწარებ იმ ადამიანს ისედაც გამწარებულია ამ შენზე რა ხატო უმატებ კიდე ამ გამწარებას იმ ძალას შეუძლია რომ ბევრი რამ შეცვალოს სოფლიოში კაცო ზოგის ამ შესვლა არ შეუძლია მაგრამ ჩვენი პატარა ქვეყნებს ელემენტარულად უსწორდებიან ესენი და ნუ ამწავებთ ამას ყველაფერს მაგრამ ეს თვითონ ეს ხელშეკრულება აი როგორ გითხრათ ეს არის უკვე განცალკევებული პრობლემა ის რაც დაკავშირებულია მიწასთან. ის რაც მიწასთან ხდება, ის გაცილებით უფრო მძიმე რამაა. ის რაც იყიდება და უფრო ზვირია ვიდრე ევროპაში ორჯერ და სამჯერ, იმ პროდუქციის ხარისხი ორჯერვე ჩამორჩება ევროპული პროდუქციის ხარისხს. ესე იგი, ჩვენ ერთდროულად ვიხდით ძალიან ზვირს, ჩვენ შვილებს ვერ უყვებავთ იმ საჭვლით, რომელიც მათ სჭირდებათ ნორმალური განვითარებისთვის, მათი გონების და ფიზიკური შესაძლებლობების გახსნის და განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს უფრო ზვირი ფასები და ამავდროულად სოფლებს ვარქმევთ მიწებს და ვყიდით უცხოეთზე, რომ ამ ადამიანებს აღარ ყავდეთ რომ საჭველი მიითონ. მე არ ვიცი ამას რა ქვია. ასე ფორმდება დღეს ყველაფერი უცხოელების მიერ. მოდის უცხოელი, სესხს აძლევს ქართველ კაცს ეუბნთა ფულს ჩუქნის, ეუბნება რომ შენ წადი ამ ფული და იყიდე ის სახლი, ჩამიდე მე რო იყიდი იმ სახლს, ბინა ჩამიდე გარანტად, შენ მე ამ ფულს რო ვერ გადამიხდი, ის ბინა დარჩება ჩემი, ის მიწა დარჩება ჩემი. აი ამიტომ როგორ თქვენ თუ მეტყვით რომელიმე სახელმწიფოს. ბატონ დავით, სოფლიო გამოცდილება გაქვს და ინტერნეტში ხარ და ფლობთ ინფორმაციას. ერთ პარლამენტში 150 კაცში 9 საამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი დეველოპერი იჯდეს პარლამენტში. თვით ეს კომპანიებიც კი დღეს რომ აშენებენ და შემოსავალს ნახულობენ. უკვე ნელ-ნელა შედიან კრიზისულ მდგომარეობაში. სერიოზულ კრიზისში. ბანკები აღარ აპირებენ რომ დააფინანსონ შენებელთა უმრავლესობა. არა მარტო ისინი პარლამენტში, არამედ კიდევ სხვა ბიზნეს გარეთ არიან. იმიტომ რომ ბანკი გძნობს რომ იმდენად დიდია ჭარბწარმოება, რომ სულ უცხოები რომ წამოიყვანო აქეთკენ, ისინიც ვეღარ დააკმაყოფილებენ ამ კომპანიების მოთხოვნილებას ფინანსურ რესურსებში. ქართველებს რომის კიდევ აღარ შეუძლიათ ეს ფაქტია. არც ფინანსები გააჩნიათ, აღარც ამდენი აღარ დავჭით რომ ეს რაც შეიძლება, ესენი ახლა ჩვენ ვიყიდოთ იმ ფასად რაც კომპანიებს ჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ ეს ნაკადი უცხოელების ნაკადი თუ იმ ზღვართან მივიდა რომ ხალხმა აქ აჯანყება დაიწყოს ეს როგორც კი საქართველოში მოხდება ეს ხალხი გამოვა ქართველობა 170 სახელმწიფოსთან საქართველოს აქვს პრაქტიკულად უვიზო რეჟიმი მითხარით ბატონო დავით მეორე ქვეყანა სოფლიოში რომელსაც ამდენ ქვეყანასთან აქვს უვიზო ან შერბილებული სავიზო რეჟიმი კატასტროფა ხომ არის რომ აი ქართული ცნობიერებასაც ავიდე კატასტროფა ხომ არის რომ ესე იგი ქუთაისში იმერეთში სადაც ბიბლიური ადგილი გვაქვს მეფის საფლავია იქ ძეგლს ამკობენ თქვენ თუ გინახავთ სოფლიოში სადმე მეფის ძეგლის გვირგვინებით შემკობა მე არ მინახავს დავით აღმაშენებლის 950 წლის დაბადების გაიგო ვინმე სოფლიოში არა დიდგორის ომის 900 წლის თავი გაიგო ვინმე სოფლიოში არა დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლის თავი გაიგო ვინმე არა გაიგო ვინმე 850 წლის თავი შოთა რუსთაველის არა ესე თქვენ აი რომელიმე სახელმწიფოს ახლა მე მაგალითად კი არ ვაკრიტიკებ ამით მაგრამ სომხეთს ეს უქონებოდა არა და ეს ყველაფერი 10 წლის განმავლობაში ხდება 10 წლის კარგი დავით აღმაშენებელმა რა პრინციპიც ჰქონდა მას ვინც მიწას ამუშავებდა 4-ჯერ ნაკლებ გადასახადს აღთევინებდა იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებდა თუ დავით აღმაშენებლის ის გამოიყენეთ რომ ეს რომ მოისმინა დაოში კონგრესზე ერთხელ ვიყავი და რომ მოისმინა ამერიკელმა 800 წელია წამოხდა და ეს არის მსოფლიოს მომავალიო ფეუთხარი ჩვენს მეფეს მე-18 საუკუნეში ჰქონდა ეს ნახევარი 1000 წლეულია ჩვენი ხელით ვანადგურებთ ამ ქვეყანას რა ბოლო 30 წლეულია ჩვენი ხელით ვანადგურებთ ამ ქვეყანას რა მისამ მიმართულად რა განათლების რეფორმა თქვენ მე ახტოვანებული დავჭი გასო ორი თვის წინ აქ გადაცემაში რომ ბზანეთ არც კი ვიცოდი რა
რა თქმა უნდა ლაპარაკობენ ამ განათლებისგან ყოფილა ორი უმაღლესის გაერთიანება და გუშინ გამოცხადდა სხვა გაერთიანება ის იქ რეფორმა დამთავრდა თელი საზღვარი თქვენ ქონდათ გაკეთებული რომ თურქული პროდუქცია იმერეთში არ შემოდიოდა და არ იყიდებოდა თელი საზღვარი საქართველოსთვის მოდი ესენები რეზოჭეიშვილი ეს დიდი კორიფეები იდგნენ ქუჩაში ვიდეკით რომ არ შემოსულიყო ეს მოწამული პროდუქტები თურქეთიდან ახლა ბატონო მოხსნილია საზღვარი ბენდუგზე მოახსნევინა ნაციონალურ მოძრაობას 1000 ლარი მოიყო 10 წლის წინ ის არ იყო ახლა ისეთი რომ კარგად გეცხოვდა გაც მაგრამ საჭმელს კი მაინც იყიდი საჭმელზე ფული აღარ არის საკმარისი ფარული შიმშილობა გადავიდა პირდაპირ შიმშილობაში ბატონი თემური რომ ბზანებს უკვე მიდიან და მიდიან ეს ადამიანები ის ხალხის მიდის ვინც მუშაობს დღესაც კაცო და ამ პირობებში ფიქრობთ რომ ჩვენი გლეხი ზარმაცია მუშაობა არ უყარს და მოდი უცხოელებს მიყიდოთ იქნება იმათმა დაამუშავა ვინ და გიმუშავებს ამიცას რატო და გიმუშავებენ რისი ღირსები ვარ ჩვენ და რა ზარმაცია ჩვენი გლეხი კაცო ეს გლეხები ნახეთ თურქეთში ჩაის რო კრეფავენ რო გადადიან ეს გლეხები ნახეთ ამერიკაში რომ მუშაობენ ჩვენი გლობაზე არა მარტო გლეხები კიდე ახალგაზრდები ნახეთ როგორ მუშაობენ 24 საათი მუშაობენ ვინ არის ზარმაცი იგი უფროსი ქვია ჩვენთან ხელისუფლებას მსახურს ვეძახით უფროს ხელისუფლებას ვირჩევთ ჩვენ როგორც მსახურს ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არავის არ უნდა ხელისუფლებაში დასვლა რატომ იმიტომ რომ ხელისუფლებაში რომ მიდის მისი ცხოვრება გამჭვირვალე ხდება უნდა ვიცოდე შენ აბა რა ფული მიიღე სად დახარჯე როგორ გახარჯე როგორ გააკეთე არ უნდა ეს მილიონერი და მეწარმე რო არის და იმას უნდა რომ დაიქირავა ეგ რის კაცი და ეუბნება რომ შენ მემსახურე თუ კაცი ხო აბა ერთი რაიმე გაუბედოს ესენი ჩვენ აქეთ გვეუფროსებია ესე უნიკალური პოტენციალი აქვს ამ ქვეყანას ხო ვეუბნებით რომ რა არის სამი რამეა გასაკეთებელი პირველი გადავიხადოთ ფული და ძალიან ძლიერი მიუკერძოებელი ხალხის მიერ გავაკეთოთ პოტენციალი რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ანუ ინვენტარიზაცია მეორე გადავიხადოთ ფული და გავაკეთოთ ის რომ რეალურად რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა ხელისუფლება ლაპარაკობს ყველაფერი კარგად და ყველა ხელისუფალი ვინც იყო აქამდე ლაპარაკობდა და მუშაობდა კარგად თუ ყველა კარგად მუშაობდით საქმე რატოა ცუდად და მესამე ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოიყვანოთ მოქმედებაში პროგრამა ამის შემდგომ ვეუბნებით ხელისუფლებას რომ ჩავატაროთ დიდი კონგრესი სოფლის გამგებლით დაწყებული პრემიერ-მინისტრით და პრეზიდენტით დამთავრებული რაიონის საკრებულოთი დამთავრებული მუნიციპალური საკრებულოთი დამთავრებული დეპუტატით დამთავრებული დოქტორანტით დაწყებული აკადემიკოსი და დოქტორით დამთავრებული ასე იგი არასამთავრობოები პარტიები ყველანი შევიკრიბოთ სპორტ სასახლეში და ხელისუფლებას ვეუბნებით გააკეთე პირდაპირ სატელევიზიო გადაცემა არ გააკეთებენ მაგრამ ესე იგი ერთი აფრიკული ქვეყნიდან ერთი 8000 სტუდენტი სწავლობს საქართველოში ერთი სომალიდან ცხოვრობს მარტო სომალიდან 8000 სტუდენტი სომალში ერი ქვეყანაა გასაგებია ყავს თავის წარმომადგენელი აქ 8000 სტუდენტი აი ისინი ამბობენ ახლა რომ იმ კორპუსში 40000-მდე უცხოელს თავს მოუწია ვითომ გამოიყვანებენ ამას სახელმწიფო იმიდან სინამდვილეში თვითონ გააკეთებენ კერძო უნივერსიტეტს ამ კერძო უნივერსიტეტში ისწავლიან ძირითადად ეს პატრის ლუბუბასუფლება იმას შეასრულებს აქ რო რაღაც და ასეთი ერთი დაახლოებით 80000-მდე სტუდენტი ორ წელიწადში საქართველოში იქნება აფრიკის ქვეყნებიდან თბილისი როგორც ქართული ქალაქი დაამთავრებს არსებობას მაგის შემდეგ 100000 უცხოელი საქართველოს თბილისს მოერევა ასე უჭირდეს ქვეყანაში ხალხს ასე მდგომარეობაში იყოს 80% 3000 ლარზე ნაკლები ხელფასი სადაც აქვს ერთ კაცს თვეში ის ვერ იღებს იმ კალორიებს რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის და ვის აქვს ეს საქართველოში ხელისუფლების გარეთ და ბანკირების გარეთ ამ ბანკებმა შეჭამეს ქვეყანა ნახევარი საქართველოს გარეთ გაუშვეს მილიარდები აქვს მოგება ნახევარი მის დავჭი დაგვამონეს კიდე ესე მილიარდები აქვს მოგება მილიარდები ვინმე ზგონია რომ ჩვენ ვიღაცას ემძვით ვეუბნებით რომ ხელისუფლება არის ის რომელიც აკეთებს რას რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის უფლება საკუთრების უფლება სიტყვის უფლება და უკეთესი მისწრაფების უფლება ეს არის ამერიკის კონსტიტუციაში ჩანაწერი და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე ადამიანს უნდა კონდეს საარსებო მინიმუმი გადახურული უნდა კონდეს საცხოვრისი განათლების და მისი ჯანმრთელობის ერთნაირი წესი უნდა იყოს. ბიჭო გააკეთეთ ეს
და იყავით რამდენხანაც გინდათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს აქედან გამომდინარე თუ ასეთი უნდა იყოს ხელისუფლება 1992 წლის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება არ ყოლია. მე ერთი მიმართვა მინდა გავავრცელო, რომელიც შეეხება სამეგრელოს ჯიხაშკართან და კიდე სამ სოფელთან მდებარე 250 ჰექტარი მიწა. ეს არის ამ 4 სოფლის მაცხოვრებლების, მეგრელების ბოლო ლუკმაკურის მიღების საშუალება. არ გაუყიდოთ ეს ყველაფერი. სამეგრელო განსაკუთრებით დაზიანდა ამ 1000 ლეურის მიჯნაზე. განსაკუთრებით დაზიანდა. ეს უბედურება შეიძლება შედარდეს მარტო შაჰაბაზის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, რომელსაც ააოხრა კახეთი. ამ დღეშია ჩვენი აფხაზეთი იგივე დიდი სამეგრელოს ნაწილი, ამ დღეშია ჩვენი მეგრული მოსახლეობა, რომელიც აკარია მიწას, ნუ გაუყიდით მათ. დაიცავით მათი ენა, დაიცავით მათი დედაენა. ისინი ჩვენზე უფრო ღონიერები და უფრო დიდი ქართველები არიან, იმიტომ რომ იმათ ორი მშობლიური ენა აქვს, რომელიც ორნაირად მშობლიური და დედაენაა მათთვის. კაცო, ჩვენ მარტო ერთი გვაქვს თბილისელებს და რა ვერ გავიგეთ ეს ყველაფერი რა. ამას მოგიწოდებთ რომ გააკეთოთ. არ შეიძლება არც საქართველოში არცა და განსაკუთრებით სამეგრელოში ამის გაბედვა, რომ იმ ხალხს თქვენ მიწა გაუყიდოთ რა. მე ვთვლი, რომ ის შიში, რომელიც ივანიშვილს გააჩნია რუსეთის მიმართ, ის ვალდებულებები, რომელიც აშკარად მას აქვს აღებული, ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თავს დაესხა უკრაინას რუსეთი, რა არ გამოუგონია იმისთვის, რომ როგორმე სანქციებს არ შეერთებოდა, როგორმე ხელი შეეწყო იმ პროცესისთვის, რასაც პარალელური იმპორტი ქვია რუსეთში და რაც ხელს უწყობდა რუსული სამხედრო ძალის განვითარებას, ემაზე მიანიშნებს, რომ ივანიშვილს ეს ვალდებულებები ძალიან ძიმე ტვირთად აწევს. მას აკავებს სწორედ ის, რომ ის შეიძლება დასაჯოს კრემლმა იმისთვის, თუ ის მკვეთრად გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას, რომ ჩვენ გვინდა, როგორც ეს გვიწერია კონსტიტუციაში. პარადოქსია, მაგრამ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დროს ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში 14 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ პრიორიტეტი საქართველოსთვის ქართველი ხალხისთვის არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, ანუ დასავლეთი და შესაბამისად ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემა. ივანიშვილისთვის ეს არის თითქმის შეუძლებელი და ის ბოლომდე შეეცდება, რომ აქ გაატაროს ის ხაზი და ის ნარატივი, რაც მოდის მოსკოვიდან, აი ამის შეცვლის უნარი ივანიშვილს სამწუხაროდ არ აქვს. ასეთ ვითარებაში აი მინდა გავიხსენო ლინცი გრემის სიტყვები, რომელთაც მან გუშინ მიმართა ტრამპს. ოღონდ ეს ეხებოდა ირანს. თუ თქვენ ირანს მოაშორებთ აიათოლას და გააკეთებთ ყველაფერს ეკონომიკურად, სამხედრო გზით, რომ ეს რეჟიმი მოშორდეს, აიათოლა მოშორდეს ირანს, ირანელი ხალხი გახდება ჩვენი მეგობარი. დასავლური სამყარო დაიბრუნებს ამ დიდი ცივილიზაციის საოცარი კულტურის ხალხს. გააკეთეთ ეს, ბატონო ტრამპ, ლინცი გრემის სიტყვებია და თქვენ გახდებით რეიგანის დონის პრეზიდენტი ამერიკის. ეს გადმოვიტანოთ ეს სიტყვები საქართველოს. თუ ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოშორდება სადავეს, ჩამოშორდებიან ის ადამიანები, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან და ეს წერია ფინანსის სამინისტროს, ამერიკის ფინანსის სამინისტროს დოკუმენტში. ქართველი ხალხი გახდება თუ არა და ეჭვის ქვეშ ხო არ იქნება, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა 80% ყოველ შემთხვევაში, როგორც ყველა გამოკითხვა აჩვენებს ამათ, დასავლეთის, ევროპის, ამერიკის მეგობარი. ეს ხედავთ სომხეთში და აზერბაიჯანში, რომელიც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, ხო? რომ სწორედ დასავლურსაც დაადგებოდნენ ასე მკვეთრად და ასე ღიად და სადაც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, რომლითაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ეს ქვეყნები წარმოადგენენ დღეს უკვე დასავლეთის ნაწილს, ტრამპის გზის ნაწილს. ჩვენც უნდა ვიყოთ ამ გზის ნაწილი. ნახეთ, არც ერთი სერიოზული ინვესტორი, არც ერთი გიგანტური ფინანსური
ინსტიტუტი არჩატებს სერიოზულ ინვესტიციას, სანამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორია, სანამ უკრაინის შავი ზღვის აკვატორია არ შეუერთდება ამ პროექტს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველმა ხალხმა ამას მიაღწია. როგორ და რა გზით ესეც ქართველი ხალხის გასაკეთებელია, ესეც ჩვენი გასაკეთებელია. მე ვთვლი, რომ ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს და აქ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, აქ გასაძლიერებელი სწორედ ეს მოძრაობა, რასაც ქვია რუსთაველზე ქართველი ხალხის მიერ გამოხატვა ჩვენი დასავლური მისწრაფებისა, რომ ეს არ განელდეს, ეს დროშები, რაც იქ არის ევროპული, ამერიკელი თავის საქმეს ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ, ჩვენი ინტელექტით, ჩვენი წასულით, ჩვენი შიდა წმენით დასავლეთის ნაწილი და ახლა მით უმეტეს, როდესაც ცენტრი ხდება დასავლური პროექტების ამიერკავკასიას, ჩვენ ამას ვერანაირად ვერ მოვწყდებით. ვისი სურვილის არ უნდა იყოს ეს? არა რუსეთ, არა ივანიშვილი, ვისის არ უნდა იყოს ეს აუცილებლად ასე იქნება, საქართველოს იქნება აუცილებლად ამ დიდი გლობალური დასავლური პროექტის ნაწილი. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ევროპა, ამერიკაში არავის არ უნდა ადმინისტრაციული თანამდებობა. იქ საუკეთესო თანამდებობა უნივერსიტეტებში არის პროფესორი. რატომ? ხელფასი მაღალია, ყველა კონფერენციაზე ფაკულტეტი აძლევს გრანტებს წასასვლელად და ის თulis რომ დეკანობა თუნდაც რექტორობა არის მისი სამეცნიერო კარიერისთვის ფაქტურად დროის დაკარგვა. საქართველოში რატომა ყველას უნდა რექტორობა, ყველას უნდა ვიცე-რექტორი, ყველას უნდა დეკანი, რატომ? პროფესორის ხელფასი დამამცირებელია საქართველოში, ამიტომ ის ცდილობს რომ დამამცირებელ ხელფასს უფრო მოზრდილი ხელფასი რექტორის დეკანის დაუმატოს და მით უმეტეს დავალებები შეასრულოს. უცხოეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფო ეხმარება 90%-ით ბიუჯეტის, მხოლოდ 10% ყოფილა სტუდენტების ფული. საქართველოში 100%-ია დღეს სტუდენტების ფული. პროფესორის ხელფასი არ მატულობს და ახლა დაინტერესება ბესმარკის არ იყოს ექიმს სამხედროსა და პროფესორს მიეცითო, რა თქმა უნდა, მასალებს მიეცითო, ყველაზე დიდი ხელფასი მინისტრზე მეტიო და გეკნებათ ქვეყანაო, ხო და ჩვენთან არ უნდათ რომ გქონდეს ქვეყანა. არც სამხედროებსა სათანადო დაფასება, არც ექიმებსა და არც პროფესორებს, ხო და საზოგადოება, რომელიც არაფასებს თავის ინტელექტუალურ რესურსებს, რა თქმა უნდა, ის შორს ვერ წავა, ის იქნება მომხმარებელი ცივილიზაცია, ვერ შექმნის ვერასოდეს ვეღარ დონეს და მე ძნელად წარმომიდგენი ასეთ ვითარებაში დაიბადონ ახალი ნიკო ნიკოლაძეები და გიორგი ნიკოლაძეები და რაზმაძეები და ასე შემდეგ. ძალიან ძნელად წარმომიდგენია, თუმცა რა თქმა უნდა ნიჭიერება თავისას იზავს დარწმუნებულობა, მაგრამ ასეთ თუ ცოდნა სათანადო კალაპოტი და პირობები არ შეექმნა, შეუძლებელი იქნება მომავალში. ჩვენ ერთადერთი რა გვაგვაშინია, ნავთობის ჩვენ არა გვაქვს, გაზი ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ ერთადერთი გვაქვს ინტელექტი. ყველაზე დიდი რესურსი არის ორი მართვა საჭირო. ხო, თუ ამას სწორ კალაპოტს ვიცე, თუ როგორც იაპონელებმა გააკეთეს, ხო? რა ქვია, ამდენა ხარჯებს მოიხმარენ პარლამენტის მთავრობას არაკლიათ, არც მანქანები, არც ავეჯი ყოველწლიურად იცვლება ახალ-ახალი მილიონერები და ესენი, ხო, იგივე ზარქუებსა და იმას მილიონები აქვს, რა ქვია, დახარჯული და ასეულ ათასობით, ხო? არ შეიძლება, ესე იგი, სწავლებაზე და სწავლა-განათლებაზე ამისი შემოbrunება და ამ თანხის დაბანდება. ნიკო ნიკოლაძეს ერთი გენიალური ისა, როდის იგრძნო ქართველმა ხეპრეთ თავიო. როცა დაინახა, რომ მეზობლები დაწინაურდნენ ტექნოლოგიურად და ჩვენ იმ მეზობლებმა, რომელსაც ჩვენ ადვილად უგლავდებოდით, სარბაზნებით დავიწყეს ციხესიმაგრების დანგრევა. 1386 წელს თემურლენგი რო შემოვიდა, უკვე ქონდა ზარბაზანი. ჩვენ 150 წლის მერე ქონდა ზარბაზანი. ტექნოლოგიურმა ჩამორჩენილმა გამარჯვება ის ჭაობი, რომელშიც ვიყავით მთელი შუა საუკუნეები. ახლაც ანალოგიურია, თუ ვერ აუწყეთ ფეხი ამ მეცნიერებას და ამას უნდა სერიოზული დაფინანსება და რა ქვია, სახელმწიფოს
სერიოზული მიდგომა, იგივე პარლამენტის დაფიქრება და სხვების და მათ შორის საზოგადოებას აგდებულად უყურებს, რომ გონია თუ განათლებაში გადაყრილი ფული არის, ისე რა, წყალს გატანებული ფული. სინამდვილეში ყველაზე დიდ ამონაგებს განათლება უზრუნველყოფს, მაღალი ტექნოლოგიების დაუფლება, მაღალი თანამედროვე, რავი, ციფრული და სხვადასხვა ესენი. აი ამისკენ უნდა მიმართოთ, ესა და არა იმისკენ, რა ქვია, რომ ვინ შემოვიყვანოთ აქ და რა ავაშენებინოთ და ვინ შემოვათრიონ აქ კიდე უცხოელები და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე შიდა ინვესტიციებია მთავარი, ამ მოპარული ფულებით ამ ხალხმა ჩადონ აქ საქართველოში რაც აქვს და იმაგრად ვიდრე ის არაბული ინვესტიციები და ამით ავაჟენოთ ქვეყანა, რომელიც ბევრს არაბებს არ მოუწევს ეს გამოვა იმ მიწაძღვრის გატანება ქარისთვის, რომ იტყვია და იმათ ვეღარ მოვისილოთ მე იმ არაბებს, რომელიც არ ჩამოვლენ და მოშახელად თუ ცხოვრებლებად და ასე შემდეგ. გთხოვთ, თუ გული შეტკივათ ჯავახიშვილზე, ტექნიკურ უნივერსიტეტზე ასე შემდეგ, ნუ გააკეთებთ ამ ნაშხარებნაბის. ამას გამოუსწორებელი შედეგები მოხდა. სამათამ თხოვნას არავითარი აზრი არ აქვს. მოსკოვიდან მოსულ ბრძანებას ესენი ვერ გადაუხვევენ. თავის დროზე ზვიადს უთხრეს, რომ წავალ თენგიზა კიდევ მას მოველაპარაკები და ისინი და თენგი ზვიადი არც ემდა ხმას. რომ გამოუყვანეს უთხრა კი მან რას მოსკოვიდან ბრძანება მოვიდა, რომ უნდა გვესწავლოს და შენ რას ვეთქვი იმისთანაც, რომ ჯარისკაცი ბირბის შეტევაზე და შენ გააჭერე მაგითიო. თავარი ეს არის ბიძინა ივანიშვილს არ გადაუხვევია არაფრისკენ. თავიდან რუსებმა შემოუშვეს და ბევრს უკვირს ამისი უკრაინას ჯარი თუ შეიყვანეს რატო არის ჩვენთან გასაკვირი რომ ბიძინა ივანიშვილი შემოიყვანათ თავისივეთ ასრულებს რუსეთის დავალებას ასევე ასრულებს და თავის დროზე შევარდნაძე რუსეთის დავალებას მე მაინც ვიტყვი რომ რეფორმა აუცილებელია მაგრამ არა მომზადებელი რეფორმას უნდა ატარებდნენ არა პოლიტიკოსები ამზადებდნენ და არამედ სპეციალისტები რეფორმა უნდა გადაიდოს 1 წლით. მესამე, შეიქმნას პროფესიონალთა არა ანგაჟირებული იმათ სპეციალისტების, რომელიც მიბმული ან ერთ პარტიასთან, ან მეორესთან, არამედ იმ ხალხთან, რომელსაც არც ერთი უნდა არც ძველი, რომელიც მოამზადებს და ფართო სამეცნიერო აკადემიურ საზოგადოებას წარუდგენს კონცეფციას. მეოთხე, საჯარო განხილვის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყოს ამ კონცეფციის განხორციელება და ბოლოს ესე იგი რეფორმის პროგრამა უნდა შეიცავდეს მაინც ჩემს აზრს ვიტყვი ერთდროულად სკოლამდელი სასკოლო უმაღლესი და მეცნიერების რეფორმირების უწყვეტობას ამიტომ აი ეს იქნება კარგი მას შეიძლება მომზადდეს სპეციალისტების ესე იგი ჩართვით და იყოს გამოტანილი საჯარო განხილვაში და მე ერთად დავიწყოთ მისი ეტაპობრივი განხორციელება. ეს იქნება შედეგი თუ ჩვენ გვინდა რომ ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს რომელიც ბრენდია თავის სპეციალობები შეიძლება კიდევ სხვა რაღაცა თავის სპეციალობის იყოს ერთ-ერთი მოწინავე თსუ ყველა მე არ დამემთავრებია თსუ მაგრამ ქართველი ვარ და ალმა მატერია ქართველების თსუ და ასევე სხვა უნივერსიტეტები მე ვთქვი აქ მე ვარ საბავშვო ბაღის უნივერსიტეტის წარმომადგენელი 94 წლის მე ძალიან მახელვებს დღეს მეცნიერულად ძლიერი უნივერსიტეტია ასევე ილიას უნივერსიტეტის აზრი აი ზუსტად ჩვენ მიმართავთ საზოგადოებას რომ საქართველოს გადარჩენა არის მხოლოდ მეცნიერება და განათლებაში ყველაზე დიდი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი და გვერდით ყავდა რჩეველი მეცნიერი მასწავლებელი ჭყონდიდელი უდიდესი და იმხელა მეფე იყო ის უსმენდა ახალგაზრდა კაცი თავის მასწავლებელს და ის განა იმ პეტრიცი არსენალდოელი გრანდები ყო პეტრიცი რომ მოდიოდაო ერთადერთი პიროვნება იყო როცა დგებოდაო მეფე და ხდებოდაო შემოსასვლელი ასეთი დაფასება პეტრიც მიეგებოდა 2 ნაბიჯში და იბა 12 ნაბიჯში საპარლამენტო არჩევნები რომელიც გაიმართა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთისა მოგეხსენებათ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა თანამოქალაქეებმაც 99 მანდატი მიიღო ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და დანარჩენი გადანაწილდა ოპოზიციურ ფლანგზე პარლამენტში არ შევიდა არც ერთი
ოპოზიციური ძალა იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ცხოვრობთ ერთპარტიული რეჟიმის პირობებში. დემოკრატია მოიხსენებათ არის მრავალპარტიული ვთქვით პლურალისტური მმართველობის სტილი. თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი არის თუთ განადგურებული საქართველოს ხელისუფლების თუთ ესე დაგეგმილი თითქოს და პოლიტიკის გამოისობით 80% ქართული ოპოზიციონერების არის ციხეში და მოგეხსენებათ რომ დღევანდელი მდგომარეობა არის ძალზე მძიმე. რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის ეროვნული პარლამენტის შექმნა. ეროვნული პარლამენტი, როდესაც ყველა ძალას, ყველა სეგმენტს, ყველა თქვათ ჯგუფ საზოგადოებისა ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. მე არ ვიცი ეს როგორ გახორციელდება, მაგალითად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება, ახალი არჩევნები იქნება თუ სხვა, მაგრამ გამოსავალი არის ეროვნული პარლამენტის შექმნის იდეაში. საჭიროა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. არა მარტო საქართველოს შიგნით მცხოვრები ადამიანები, არამედ უნდა ჩაერთონ საზღვარგარეთ ყოფილი ჩვენი თანამოქალაქეებით. საქართველოში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ თითქოს ტრაფარეტული მოწოდებები, თითქოს ერთიანობა ვთქვათ, არის გამოსავალი. დიახ, ერთიანობაა გამოსავალი, მაგრამ რის გარშემო არის ეს ერთიანობა? აი ეს არის მთავარი. მაგალითად, მეცნიერთა კონგრესი იდეა არის ის, რომ ინტელექტუალური წრის გარშემო გაერთიანდეს საზოგადოება. მეცნიერების გარშემო შედგეს დიდი კონსენსუსი. ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკანებმა და პარტიებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მოგვიტანეს სიკეთე და ვერ მოუტანეს სიკეთე საქართველოს და ერთხელ მაინც უნდა შევქმნათ ქართული ერთობის და ქართული ეროვნული სულისკვეთების პარლამენტი. სადაც თითოეულ ადამიანს ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და გააჟღერებს და გაატარებს იმ პოლიტიკას, რაც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი, მოგეხსენებათ, აფხაზეთი. ეს ორი ძირძველი რეგიონი ჩვენი არის პრაქტიკულად მიტოვებული საქართველოს მხრიდან. არანაირი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებას სამწუხაროდ არ გააჩნია იმისთვის, რომ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში, სოხუმში ცხოვრები, აფხაზი თუ ჩვენი ოსი და-ძმები რაღაცნაირად შემოაბრუნოს საქართველოსკენ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო შორდებით ამ ორ ჩვენს ძირძველ რეგიონს და მათი სრული ჩამოშორება და სრული დაკარგვა მოგეხსენებათ საქართველოს კატასტროფის ტოლფასი არის საქართველოსთვის. უფრო და უფრო ღრმავდება კრიზისი და უფრო ბევრი ადამიანი, მრავალი ქართველი ტოვებს საქართველოს და შემოდიან უცხოელი ადამიანები. ხშირად აი სწორედ ამ ეთერში გაისმის წუხილი, გაისმის ჩივილი ამასთან დაკავშირებით. მრავალი მოწოდებები გაკეთდა ჩვენის მხრიდან ქართული ხელისუფლების მისამართით, რომ შეაჩეროს არაბული თუ ინდური თუ სხვა თქვათ რადო პრაქტიკულად ძალიან მასიური შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც ქართული ხალხი ასევე მასიურად ტოვებს ჩვენს სამშობლოს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის ციხეში, ყოფილი უშიშროების სამსახურის უფროსი არის ციხეში, ყოფილი პრეზიდენტი არის ციხეში, ყოფილი გენერალური პროკურორი არის ციხეში, მრავალი ოპოზიციური პარტიის წევრები თუ ხელმძღვანელები არიან ციხეში, ანუ თა საქართველოს ციხეში ხო ვერ დაიჭერთ მეგობრებო. ციხე კი არ არის გამოსავალი მეგობრებო. არის პრევენცია. უნდა შეიქმნას ისეთი გარემოება, ისეთი ჯანსაღი ვითარება, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს ციხეში. ჩვენ უნდა შევქმნათ არა ერთ ადამიანზე მდგარი ძალაუფლება, რომელსაც ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია და ის მართავს, არამედ ინსტიტუციები უნდა იყოს დამოუკიდებელი, ინსტიტუციებზე დაყრდნობილი ძალაუფლება გვჭირდება ჩვენ, რომ ერთ ადამიანის ხელში არ მოექცეს ძალაუფლება. რაც არ უნდა კეთილშობილი და რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს ის, ვის ხელში ეს ძალაუფლება მოექცევა, ძალაუფლება, როგორც ცნობილი გამოთქმა, რყვის და აბსოლუტური ძალაუფლება მოგეხსენებათ, აბსოლუტურად რყვის. უნდა მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბება იმ დემოკრატიული ინსტიტუტებისა, რომელსაც ვერანაირი პოლიტიკური რაღაცა ცვლილებები ვერ შეუქმნის საფრთხეს. ეს არის გამოსავალი. არა რომელიმე ადამიანის ჩანაცვლება მეორე ადამიანით, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების, დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნა. არასწორი აქცენტებია გატარებული ხელისუფლების მიერ. რაღაცა უნდათ ხელოვნურად დაგვავიწყონ წარსული და რისთვის უნდათ კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ერთია რომ ყველაფერი ეს რაც მათ უნდათ ჩანს რომ ვარყოფით მოქმედებს საქართველოსზე და მის ეკონომიკაზე და მის იმიჯზე. აი ბოლო არჩევნების შემდეგ მთელი პარლამენტი ზის და მხოლოდ იმ კანონებს ღებულობს, რომლითაც ებრძვის თავის ხალხს. რა არის იცით და ჩვენი ხელისუფლება რაღაც ისეთნაირად უდგება, რომ თითქოს ჩვენი არ აქვს, სპეციალისტი არ აქვს რომ ურჩიოთ. აი რაც გულისხმობ. როდის იყო რომელ სახელმწიფოში იყო რომ სუსი და ძალოვანი აგვარებდა ფასების ამბავს. ეს შეიძლება მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმისი რომ მსგავსი მეთოდებით ფასებთან ბრძოლა არის წარმოუდგენელია, სისულელია მე ამასაც ვიტყვი. ნუ თუ რამდენიმე წვიანი კაცი არ ჩნდება რომ ურჩიოს ხელისუფლებას რა მეთოდებით უნდა იბრძოლოს. თავარი მიზეზი რომ ესე ძვირდება პროდუქცია, თითქმის რომ ორმაგდება ფასის საზღვრიდან დახლავდის, ხო? არის ის რომ თითქმის ყველა ძირითად პროდუქციაზე არის მონოპოლიები. და ეს მონოპოლიები არის ამ მონოპოლიებს კიდევ უნდა ეს ვიხმარო ესეც ლენგი კრიშა ყავთ ხელისუფლების მაღალ ერჩევნებებში, პარლამენტში, მთავრობაში და აღშეშენი. ეს მათი ხალხია. და ასე რომ ესეთი შევარდნებით და ესეთი მეთოდებით ეს ასე არ გაგიქცევ. რითი უნდა გადაეჭრა? ჯერ ერთივე ეს მონოპოლიები უნდა მოისმოს. მერე რეალური წარმოება უნდა განვითარდეს, რეალური ეკონომიკა უნდა განვითარდეს. მთავრობის ყველაზე მთავარი ამოცანა არის პირველი უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, ფიზიკური უსაფრთხოება. მეორე არის ამის შემდეგ უნდა უზრუნველყოს სასულსათო უსაფრთხოება. გამოკვებოს ხალხი. რა თქმა უნდა. უბრალოდ რო ვთქვა, უბრალო ელიტი. შემდეგი უსაფრთხოება ეს აი საცხოვრისი უნდა მქონდეს და გათბობა და განათლების საშუალება თანაბარი. მაგრამ აი ამ ღონისძიებების განხორციელების დროს უმთავრესი არის პირველი მოვალეობა ხელისუფლების არის დაამყაროს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემო. შექმნას გარემო დაამყაროს წესრიგი, რომ ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთთან კონკურენციაში შესვლა
და ეს ცნობილია რომ აუმჯობესებს როგორც ხარისხს, ასე ფასს, ესე იგი იმას წევს დაბლა. ეს არის თავარი ამოცანა ხელისუფლების. ესე იგი მხოლოდ ეს რომ ხელისუფლება ეს პუნქტი არ შეასრულა, არ შექმნა კონკურენტული გარემო, საკმარისია იმისათვის, რომ გააგდოს ხალხმა ეს ხელისუფლება იმ კაბინეტებიდან. ვერასოდეს ჩვენ წინ ვერ წავიწევთ და აი ამ ანტიმონოპოლიური მოღვაწეობით მათი უბრალოდ პირიქით მონოპოლიის სასარგებლოდ მოღვაწეობით შეიქმნა აი ეს მათი კასტა, რომელიც დაეპატრონა ყველა სახელმწიფო შტოს, პოლიცია, უშიშროება, პარლამენტი და კანონებსაც იღებენ იმათ სასარგებლოდ, ვინც მონოპოლიებში არიან გაერთიანებული. ეს არის პირველი ჩვენი უბედურება და მეორე უბედურება ის არის, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიაც არ ლაპარაკობს ამაზე. ჩვენს გარდა, ჩვენ მეცნიერთა კონგრესები ვამბობ და ეს ხაზგასმით დაწერილი, რომ აუცილებლად უნდა დამყარდეს კონკურენტული გარემო ქვეყანაში, უამისოდ ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩემ ამოცანად ვთვლი, რომ ამ საზოგადოებას განსაკუთრებით ინტელექტუალურ ნაწილს აუხილოთ თვალები. ხალხო არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ახლობური კავშირები გაკავშირებს რომელიღაც ლიდერთან და ამით წყვეტდა პოლიტიკურ პრობლემას არჩევნების დღეს. აუცილებელია ვაჟა-ფშაველას სიტყვებია და ვიმეორებ ამას ხშირად, თვალახელელი საზოგადოება. ჩვენ გვჭირდება გამბედავი ხალხი. ყველა სხვა თვისებასთან ერთად, ესე გონიერი იყოს, პატრიოტი იყოს, ანალიტიკური აზროვნების უნარი ქონდეს, განათლება ქონდეს, პასუხისმგებლობის ცნობა ქონდეს, მაგრამ თუ ის არ არის გამბედავი, ის ყოველთვის წავა ხელისუფლების მომსახურების გზით. გონიერი მთავრობა პირიქით ხელს უნდა უწყობდეს ესეთ კრიტიკას, რომელიც წაადგება მას მუშაობაში და თვალს აუხელს, სად არის ნაკლოვანებები, რომ გამოასწოროს. შენ თუ ვინც კრიტიკას დაგიწყებს, კეთილშობილურად დაგიწყებს კრიტიკას, შედის ციხეში გაუშვი თუ დასაჯე თუ რაღაცა, ბოლოს გეყოლება მხოლოდ მლიქნელები და კიდევ უარესად ჩაძირავ ქვეყანას. თქვენიც წაიკითხეთ არა, ასალდასავალი დღეს ბოლო მოვლენა კაცი რომელიც გამოდის და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ალიევთან, რომ ეს სტრატეგიული სიმაღლეები და ეს ტერიტორიები გარეჯის სიახლოვეს ყველაფერი გადაეცა მათ. და ჩვენ ვიცით, რომ ამაზე იყო ლაპარაკი და მე არ მომისმენია, მაგრამ ისეთმა ხალხმა თქვა, რომ ჯერა რომ სიმართლე თქვეს, რომ არის ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ აი ეს სტრატეგიული სიმაღლეები უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს. და ახლა როდესაც არაბების შემოყვანაზე, აი ამ საეჭვო ინვესტიციაზე, იქ ნამოხვან ჰესის ამბები რაც იყო, იქ ეს ანაკლიის პრობლემა, რომ ამერიკელებს აუგზალეს ჩააგდეს ის პროექტი, მერე ხელშეკრულება დადეს სტრატეგიულ მეგობრობაზე ჩინეთში, რომელიც იყო და არის ჩვენი ნამდვილი სტრატეგიული მეგობრის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც მთელი 20 წლის მანძილზე ძალიან რთულ პირობებში იმდენი დახმარება გაგვიწიეს, გადაგვარჩინეს, როცა რუსეთი გვეომებოდა, როცა ჩვენ ხალხს იქედან ყრიდა და შენ ამ დროს მიდიხარ და იმის მტერთან დებ ხელშეკრულებას, თანაც იმას იქ ხელშეკრულებაში ეუბნები, ჯერეთი ეს ხელშეკრულება დამალულია, არავინ არ იცის, მაგრამ გამოვიდა ინფორმაცია, რომ იქ ჩვენ ვაღიარებთ მის ტერიტორიულ მთლიანობას და ის არ აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. არაბული ინვესტიციას უნდა შევეხო. დიახ, ბრძანეთ. რომლის წინააღმდეგი მე ვარ, პირადად მე ვარ ამ პროექტის განხორციელების. რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზია დემოგრაფიული. ეს 6 მილიარდით რო ბინები აშენდება.
მან ვის შემოვა. შეიძლება სულ არაბები არ იყვნენ, მაგრამ ფრანგი და გერმანელი არ შემოვა მან და შემოვლენ აღმოსავლეთიდან. კი. ყველა საკუთარ სამშობლოში გაუმარჯოს. კი. მაგრამ მე მინდა ჩემი პატარა ქვეყანა შევინარჩუნო, ხო? ანუ ეს პირველი მიზეზი დემოგრაფიული. მეორე მიზეზი. კაცო, ვერ გავიგე თბილისი ისედაც გადატვირთულია. აი მაგალითად ჩვენ მეზობელ თურქეთში დედაქალაქში ცხოვრობს მაქსიმუმ 6-7% მოსახლეობის. დიახ. ასევე სხვა ქვეყნებშიც, ძალიან ბევრ ქვეყანაში, არ ჩამოვთვლი ყველას. ჩვენთან ცხოვრობს 35, ანუ ყოველი მესამე ოფიციალურად ცხოვრობს თბილისში. არა ოფიციალურად მეტიც. ხო, ეგ უნდა მეთქვა. აქ არ შედის ისინი, ვინც მაგალითად საგარეჯოდან თუ ცხეთიდან აივին და შემოდიან დილით მუშაობენ და მიდიან. ისედაც ნორმალურად ვერ გამოხვალ ქალაქში ვერ გაივლი, ვერ ისუთ. ხო და რა გადატვირთვა უნდა, ხელოვნურად გადატვირთვა უნდა კიდე ამ ქალაქს, რატო? მიზანი ერთია. იმ შელებლებებში მოგევას ნახავენ. ეს ორი მიზეზი ვთქვით, მესამე. ეს კრწანისის ეგ ტერიტორია არის როგორც ფილტვები რუსთავისთვისაც და თბილისისთვისაც, ხო? საიდანაც მომდინარე აირი უნდა ვისუნთქოთ. დიახ. მაგას თუ ისევ ასფალტსა და კირქვაში და იმაში ბეტონში ჩასვამ, დიახ. არ გვინდა სუნთქვა. არის კიდევ ერთი მიზეზი, მაგალითად, როცა წყალდიდობაა, ორთაჭალ ჰესიდან აუცილებლად უნდა ის წყალი გაუშვა, რაც იქ დაგროვებულია, რომ არ წალებოს. და ამას ისურვებს ეგ ტერიტორია. დიახ. ხო და იქ რო ასფალტი იქნებოდა ეს კორპუსები, ეს წყალი საწავა. რა უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ ისეთი საძაგლობა, რომ აი ეს ხალხი ვინც დღეს აი ამ ნეგატივებს ყველაფერს რომ ამართლებს, რომ როგორმე გაახილოს თვალი და კრიტიკის კუთხით შეხედოს და იმ მომავალ არჩევნებზე თქვას, რომ ასეთი ხელისუფლება არ მჭირდება. სამწუხაროდ ძალიან დიდი მასა, რომელიც ფიქრობს იმას, რომ ესე იგი, როგორც კი ესენი რაღაცას იტყვიან, აუცილებლად უნდა დაერაზმოს თვითონ და ხელი შეუწყოს სხვებსაც, რომ ამ ხელისუფლების, ამ გადაწყვეტილების შესრულებისათვის იზრუნოს. ამ დროს ამის შესრულება არ შეიძლება. ხრათ ხალხო, ნუ გეშინიათ მურაფრის. ხალხო, ის რაც არ მოგწონთ, თქვით რომ არ მოგწონთ. უმჯობესია მოსაწყენი რომ არის და არ მოგეწონებათ და პირდაპირ თქვათ, ამაში არაფერი ცუდი არ არის. არ მოგწონთ და მორჩა და ეს ჯობია ვინმე რომ არ მოგწონს, იცით რომ დამღუპველია, იცით რომ ეს ანტი-ეროვნულია, ანტისახელმწიფოებრივია და თქვენ ამას ტაშს უკრავთ. და როგორ გესახება, როგორი უნდა იყოს სასამართლო, რომელსაც მთელი მოქალაქეები დაუჯერებენ და ენდობიან. სამართლიანი სასამართლოს საკითხს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოში. რეალურად სამართლიანი სასამართლო მაშინ არის, როდესაც სამართლიანობას და სამართლებრივი მიდგომები ძებნისამით სრულდება. თუმცა მე მიმაჩნია რომ სასამართლო სამართლიანი სრულად რომ იყოს ის უნდა იყოს ყოველგვარი ასე ვთქვათ გარეშე ფაქტორისგან ნეიტრალური ყოველგვარი გავლენისგან ხო ნუ ცალსახად ესე ვერ დაიწყო ხამურაბის კანონები გახსოვს შე კი ბატონო იქ რა იწერა გახსოვს რომ მოსამართლე უკანონო გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე იმას უფლება არ ქონდა ყოფილიყო მოსამართლე ხო და თუ ჩვენ ძირთაღრიცხვამდე ესე იყო აი ჩვენთან როცა მოსამართლე იღებს უკანონო გადაწყვეტილებას ეხლა სტრასბურგის სასამართლო ხო არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა როცა სტრასბურგის სასამართლო ამბობს რომ მოსამართლემ დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლი მოსამართლეს უნდა კონდეს რა ქვია უფლება რომ მოსამართლე იყოს თუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ხალხი აზროვნებდა ისა რომ არ ქონდა უფლება ხალხო ეხლა რატო უნდა ვიაზროვნოთ ჩვენ სხვანაირად გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ, თუმცა ნახეთ როგორ რაღაცა მე როგორ უყურებ ამ ყველაფერს. არ ვამბობ იმას, რომ რაღაცა დანაშაულების მზმაგვარი რამე ჩაიდინოს, გადაწყვეტილებით ამაზე პასუხი არ აგოს. ეს ცალსახად გვერდზე, ანუ ამაზე ამბობ. მოსამართლე დანაშაულს ვერ ჩაიდენს. ხო, მე ვამბობ როგორ რაღაცას, რომ მისი აი დაუშვათ ეს მაგალითი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება და დააბრუნა საქართველოს ამაზე არის ამას შემდეგ უკვე შიდა სახელმწიფოების დონეზე
დონეზე, სახელმწიფო სასამართლოს დონეზე იყენებს შემდეგნაირად არის ახლად აღმოჩენილი, ახლად გამოვლენილი გარემოებათი. ხო, მაგრამ მოსამართლე არ აღგებს პასუხს. ხო, რა თქმა უნდა, მოსამართლე არ აღგებს პასუხს, მაგრამ ის ასე თუ ისე ესე ჩვენ წელთაღრიცხვამდე აღებდა მოსამართლე პასუხს, დღეს არ აღებს. მე ვფიქრობ, რომ ანუ მაინც ასე ვფიქრობ მაგ ნაწილში, იმიტომ რომ მაინც მაშინ სასამართლო სამართლე არ წოდეს არ იქნება თუ მოსამართლეს ყველაფრის უფლება ჰქონდა. თუ ევროპის ადამიანის უფლებად სასამართლო არ ამბობს, მე როგორც გინდა არ უნდა მომწონდეს მოსამართლე გადაწყვეტილი არ ვამბობ, რომ ის არასამართლიანი, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემ სუბიექტური მიდგომა, ხო, როგორც ადვოკატის. მე ვამბობ, რომ როცა ევროპის ადამიანის უფლებად სასამართლო ამბობს, რომ ქართველ მოსამართლეს უნდა შეესრულებინა ეს იყო სავალდებულო და არ შეასრულა. კი ბატონო. როცა ევროსასამართლო ამბობს, რომ იცით რა, მოსამართლე ვალდებული იყო გადაწყვეტილებაში ამაზე ემშელა და არ იმშელა. როცა მხარე გითითებს ერთ მტკიცებულებაზე, გითითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სტანდარტს, მე ვფიქრობ, რომ აქ მოსამართლემ პასუხი უნდა აკოს. პროკურორმა უნდა პასუხი აკოს.